გახმაურებული საქმე, რომელზეც წინა ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებს განაჩენი 14 წლის შემდეგ გამოუტანეს 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბეში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა დღეს პარლამენტში მივიდა. დროებით მას საგამოძიებო კომისია მოусმინა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ყოფილ თანამშრომელსაც, რომელიც მკვლელობიდან მალევე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მკვლელობის ადგილიდან საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მასალა არაერთგზის დამონტაჟებული და დადგმული. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხელახლა დაწყებული ძიება და ჩვენებები, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროინდელი გამოძიების ვერსია თავდაყირა დააყენა. დამნაშავედ მიჩნეული შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი და მძიმე ისტორია, რომელიც პოლიციელის მიერ გასროლილი ტყვიით მოკლული 19 წლის ახალგაზრდის დედამ ამჯერად პარლამენტში გაიხსენა. ცემა წამება არაადამიანური მოპყრობა ციხეში არანაკლებ მძიმედ მოსასმენი იყო ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმეზე 2011 წლის მაისში დაკავებულთა მონაყოლი. ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ. ხლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი საჯელი, არანაირი პირობითი საჯელი, ყველა ციხეში. საქართველოს პოლიციელებს, სპეცნაზელებს, ყველას არავითარ შემთხვევაში არ შეკითხვდნენ ხელი. ამ რამდენიმე წუთიანი სადემონსტრაციო ვიდეო რგოლით დაიწყო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელი სხდომა, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ამირან ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე იყო და სადაც პირველს ია მეტრეველს მოусმინეს. დედისთვის შვილის დაღუპვის გახსენება 21 წლის შემდეგაც მძიმეა, თუმცა მეტრეველი თვლის, რომ საქმის დეტალების გახსენება აუცილებელია, რადგან არავის დაავიწყდეს არა მხოლოდ ბუტა რობაქიძე, არამედ ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც როგორც ია მეტრეველი ამბობს, წინა ხელისუფლების დროს სისტემამ და პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებმა იმსხვერპლა. მე მარტო ბუტას ჭირის უფალი არა ვარ აქ მოსული, აქ ვარ მე როგორც ბატონი იურა ვაზაგაშვილის და ირინა ენუქიძის, ასევე ჭირის უფალი სანდროსიც და ზურასიც, რადგან ისინი ცოცხლები აღარ არიან სწორედ იმ ხელისუფლების ხელით. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა ბატონი სააკაშვილის მიერ გამოცხადებული, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, რასაც მოჰყვა სწორედ ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში და ეს იყო 162 ბიჭი დახვრიტეს ასე და მოკლეს ქუჩაში უდანაშაულოდ. ეს იყო ოქრუაშვილი, ერთ-ერთი მთავარი, ადეიშვილი ოქრუაშვილი და იქიდან მიიღეს ბრძანება, რომ ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს. ამაში ჩართეს უკვე მთელი სისტემა და ამუშავდა და დაგვიპირისპირდა ამ ბავშვებს. მიიტანეს უამრავი იარაღი, ერთ-ერთი იარაღს ეხაც მახსოვს კარგად ავტომატს ეწერა გია, რომელიც ამოიცნო პატრონმა, რომ 15-20 წლის წინ ჩამორთმეული ქონდა და მისი იყო ეს იარაღი. ვინაიდან ბაქრაძე მაშინდელი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი გასულია ქვეყნიდან, ჩვენ გვსურდა მისი მოწვევა. სულ რამდენიმე წუთიანი ვიდეო მინდა ახალგაზრდებს ვაჩვენო, რას ამბობს ის უკვე ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს სასამართლოს წინაშე პრინციპის ქვეშ მივეცით ჩვენი ვარო. შემთხვევის ადგილი გაყალბებულია, ნამდვილად იარაღები ჩადებულია და ერთ-ერთი იარაღის ჩამდების თანამონაწილე ახალგაზრდა ბართია, რომელსაც ჩადებული ქონდა ხელყობა, რომ გაყალბა თქვენ. ოქრუაშვილი არ არის დასჯილი, რომელიც აუცილებლად უნდა აგოს მან პასუხი ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი მთავარი მაშინ, საიდანაც მოდიოდა ეს დაკვეთა, რომ უნდა გაეყალბებინათ და ბანდიტებად გამოეცხადებინათ და ბოლომდე გაეწირათ. ის კი არა, იცით რა სყვიროდა? მიქაძე, როგორც მახსოვს, რატომ მოწმები, რატო დატოვეთ ესენიც, რატომ არ მოკალითო, უკვე ისეთ აგონიაში იყვნენ. ბუტათი და სანდროთი დაიწყეს მათ ქვეყნის დაქცევა და ბუტათი და სანდროთი დამთავრდნენ ესენი. 2004 წლის 24 ნოემბერი ია მეტრეველის მსგავსად დროებით საგამოძიებო კომისიასთან დეტალურად გაიხსენა გოჩა მუკბანიანმაც, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ გადაცემა პატრულში მუშაობდა და რომელიც შემთხვევის ადგილას საპატრულო ეკიპაჟთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ მივიდა, როდესაც ბუტა რობაქიძე ცოცხალი იყო. მუკბანიანმა გაიხსენა, რა დახვდათ მას და მის ოპერატორს ადგილზე, როგორ მოხდა შელაპარაკება, პირველი გასროლა, როგორ დაეცა რობაქიძე და როგორ იწყება აქედან ადგილზე არსებული სურათის შეცვლის ოპერაცია, რომელშიც მთავარ როლს უკვე გურამ დონაძე და თბილისის პოლიციის მაშინდელი უფროსი ასრულებენ. სწორედ მათი გამოჩენის შემდეგ ხრება პირველად გადაღებული მასალა, ჩნდება დიდი ოდენობით იარაღი და სცენარის მიხედვით ბუტა რობაქიძე ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.
გაისმა ერთი გასროლის ხმა. გვიან მიხვდნენ, რომ ეს ნასროლი მოხვდა ადამიანს. ჩვენ გვაქვს კადრი ნანახი, როგორ ესვრის ეხლანდელ ვიდეოებში თუ რაც იძებნება, თუ რაც საქმეში დევს, რომ აი რომ ესვრის ბაშალეშვილი. მსგავსი კადრი არ არსებობდა მაშინ, როცა გადადგმულია? ეს დადგმულია. რო გაანალიზეს, რომ რა ქენი და რა მოხდა, პატრულებიც ეუბნებოდნენ, ეკითხებოდნენ ერთმანეთს და ბიჭები, რომლებიც უკვე დაკავებულები იყვნენ და დაბლა დაწვენილები ყავდათ მიწაზე, ვის მოხდა, რა მოხდა და უკვე აღმოაჩინეს, რომ ბუტას სხეულზე არის სისხლი. პირველი ძალიან სწრაფად ვინც მოვიდა, ეს იყო ზურაბ მიქაძის მანქანა, მაშინდელი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, რომელსაც მანქანაში უზის გურამ თონაძე და გვეძახიან პატრულის მეშვეობით, კამერას ეგრეთ წოდებული შლეიფი აქვს გადმოსაწევი და დაიწყეს დათვალიერება ვაწაძის პირველადი გადაღებული შემთხვევის ნამდვილი ამბის დათვალიერება. კასეტა ამოიღო დონაძემ და ეს კასეტა მას შემდეგ არავის უნახავს არასდროს. ეძახიან ზურაბ ვაწაძის, დონაძე გეძახის, ოპერატორს. კამერით. გადავიდა ოპერატორი, მანქანა მაშინ, რომელიც ნანახი მყავდა, რომ მანქანა იდგა ჩვეულებრივად და ეს ბავშვები იყვნენ მანქანიდან გადმოსული, მანქანის საბარგულზე ტანკის გარდა ყველაფერი ალაგია. ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი ერთი საბარგულზე, ერთი მანქანის წინა სავარძლის გვერდზე, პისტოლეტური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, ვაზნები, ბევრი საბრძოლო მასალა მოკლედ. სინამდვილეში ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო. აი ეს მეორე გასროლა უკვე არის დადგმის დროს გასროლილი, ოღონდ არა რობაქიძის სხეულს. ისე როგორც გოჩა მუკბანიანი იამეტრეველიც დარწმუნებულია, რომ ბუტა რობაქიძის საქმეში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირები მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. მათ შორის იამეტრეველი პასუხისმგებლობას აკისრებს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის საქმეც კომისიამ მთავარ პროკურატურას გამოუცხადებლობის გამო ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გადაუგზავნა. ირაკლი ოქრუაშვილის სახელი და გვარი ფიგურირებს იმ საქმეშიც, რომელიც ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის სახელწოდებითაა ცნობილი, თუმცა ამ შემთხვევაში ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ოქრუაშვილი ნაციონალურ მოძრაობას განუდგა და ოპოზიციურ პარტიას აყალიბებს. ამ პარტიასთან კავშირის გამო დააკავეს 2011 წლის ივნისში ბიძაშვილები ლერი და ბესიკ ბერიტაშვილები, რომლებმაც კომისიის წევრებს დეტალურად უამბეს, თუ როგორ მოხდა მათი დაკავება, როგორ აიძულებდნენ ეღიარებინათ დანაშაული, რომლის შესახებაც თავად დაკავების დროს გაიგეს. დანაშაული კი სახელმწიფო გადატრიალებას, დიდი ოდენობით იარაღის შემოტანასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს გულისხმობდა. ბერიტაშვილები იხსენებენ იმ რთულ და მძიმე დღეებსაც, რისი გავლაც მათ საპატიმრო დაწესებულებაში მოუხდათ. რაციაზე გადმოცა პირადად ახალაიამ ბერიტაშვილი, რომელ მანქანაში ხელზე გაიკეთა რაღაც ეს უთითო წამოსაცმელი, რაზეც კასტეტი ეკეთა და მომატეხა იქვე ყბა. ამისი შვილი, ანუ ჩემს გოგოზია, მაშინ ჩემი შვილი 14 წლის იყო. ეხლა მივიდა სახლში, ეხლა შევიდა არკაში და რა ვქნათ. უტრიალდება ახალაია და ეუნება ესეთ რაღაცას, რომ მოიყვანეთ. და ეს კვარაცხელია მაპატიეთ ყველამ აბსოლუტურად ჩემი ემოციებისთვის. ეუნება ესეთ რაღაცას, რომ პირველი მე ვიქნები. აი ამ ხალხს უნდა დაბრუნება ხელისუფლებაში და მე უკვირთ რომ ჩვენ ვართ წინააღმდეგი და ვართ იქ სადაც ვართ. რა ვქნა, უნდა გავიმეორო ეს სიტყვები, რომ ის იყო პატარა ბავშვი და უფრო მეც სიამოვნებას მიიღებდნენ, ვიდრე ზრდა სრულ მანდილოსანთან. ჩემი შვილი მომიყვანეს ციხეში. ბიჭი ეზოში როგორ აწამებდნენ ჩემ შვილს, მე თვითონ ჩემი კამერიდან მაყურებინებდნენ. ამ კვარაცხელი ამ დენით იმდენი მაწამა, რომ გამიხეთქა გული. ანუ გულის უკანა კედელი გამისკდა, დამჭირდა ოპერაციის გაკეთება, შუაზე ვარ გადაჭრილი, ორივე სარქველი ერთი რაღაცა ჩამიყენეს, ერთი ხელოვნური მიყენია და დამტოვეს მეორე ჯგუფის ინვალიდი. როლი გაითამაშეს, ვითომ აიყვანეს ტერორისტი, ხო რა და აქ პერიოდში მამა ჩემი იყო, მაშინაც ეხლა ცოცხალია, მამა ყველგან 85 წლის ხდება. და გამოვიდა და ეუნება ერთ-ერთი არ ვიცი ახლა იმის გვარი ვინ იყო.
ეს იარაღიო მე ჩავალაგებო, ჩემი არისო, მამა ჩემი უნება რა და. იზა ჩემო, კაი კაცი ჩანხარ, მაგრამ მე ჩავალაგე შენ თავზე რატო იღებო რა. მამა ჩემაში იაგინა რა, ეხლა კარგად შვილს უჭერენ იცის და თუ შეჩავალაგეო და დაასრულა თავისი ამბავი და მიცემეს მამა, ვეუნებოდი, ვეხვეწებოდი მე. იქვეცემეს? კი, სახში. ჩემი ბიძაშვილის გარდა ორ კაცს ვიცნობდი, დანარჩენ 15-16 იყო სულ. ერთად რო შეგიყვანეს ერთ საქმეზე. მაგრამ არ იცნობდით სხვებს ვისთან ერთადაც ვითომ გადატრიალებას აპირებდით არ იცნობდით. არ ვიცნობ. აღიარება არ ქონდა მე გამიგეთ და ისეთი ამბავი იყო რომ მოგვაწეინეს ხელი რა. რა ეწერა იქ ხომ არ იცით? როგითომ მე პირადად ცხინვალის საზღვართან მოდახვედრი ვიყავი რუსებს, სპეცნაზელ რუსებს, რომელიც იყო 40 კაცი თავისი აღჭურვილობით და ზილის ძარაში უნდა ჩამესო და გადმომიყვანა ამბოხებო და მოგვეწყო. ნუ როგორც იყო მაშინ ზილების რევოლუცია ეხლა. აქედან წამოვიდა სახელწოდება, რომ თქვენ დაგაბრალეს, რომ რუს სპეცრაზმელებს უნდა დაახვედროდით სად? გამყოფხასთან. ხო. ყავდათ ეს ზილი? არა ვინაცვლე რა. არ ყავდათ თან. და ვისიაო ეს ზილი, რომელიც შენიაო, რა გითხრეთ? არ ვიცი ზილის საერთოდ არ მოს. თვალით არ ვინახავ. თვალით არ ვინახავს რა ზილი. ძიმე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გავლა მოუხდა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ბერიტაშვილების მსგავსად ლევან ტერაშვილსაც, რომელიც 2011 წელს იგივე სახელმწიფო ბრალდებით და იგივე სცენარით დააკავეს. მასაც სახლში დიდი ოდენობით იარაღის ფლობას ედავებოდნენ და აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მათ შორის უსახელებდნენ კონკრეტულ სახელებს, ვისთვისაც ხელი უნდა დაედო. 7 დღის განმავლობაში შეიძლება ეს ვიღაცისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ამის მომსწრე ექიმია, რომელიც იქ თავზე მანდ. მე წყალი არ დამალეინეს საერთოდ. საჭმელზე ლაპარაკი ზედმეტია. დანში გადავიყვანეს, პირველი ბუნებრივია იყო, ყოველდღიური ცემა იყო, იმიტომ დაკითხვებზეც რო გავდიოდით. ყოველდღიურად იყო, გარდა ფსიქოლოგიური ზეწოლისა, ბუნებრივი ფიზიკური ზეწოლა და მე ჩემი თვალებით უყურებდი ყოველდღე როგორ აწამებდი ხალხს. ყველაზე რთული ესეთან ის იყო, იმაზე მეტად რთული, ვიდრე შენ საკუთარ შენ გაყენებენ შეურაცხყოფას და ცემენ. ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, როგორც უყურებ ადამიანს როგორ აწამებენ შენ თვალწინ. რომ ვერ მიაღწიეს საწადეს შედეგს. ვერც მომისყიდეს, ვერც დაჭერით ერთხელ დამიჯერეს, არც ერთი ნათესავი. არც ერთი ძმაკაცი, არც ერთი მეგობარი სამსახურში არ დამიტოვეს. მე ერთი კაცი არ დამიტოვეს, პერედაჩი შემოტანი რო ქონიყო ვიღაცას რომ შემოიტანა საკრძალი. სამ ადამიანზე მთხოვდნენ ჩვენების მიცემას. ეს იყო ზურაგი გუაშვილი, ეს იყო ბატონი სოზარ სუბარი და ეს იყო მართლმაცხონოს ეროსი კიჭვარიშვილი. ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმეზე მოუწია საპატიმროში მძიმე პერიოდის გატარება ნიკოლოზ ჯანჯალაშვილს, რომელსაც სხვებისგან ის გამოარჩევდა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მისი დაკავება მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ვალის დასაბრუნებლად მეგობარს ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლს სულ რამდენიმე წუთით შეხვდა. მე საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია არც პარტიასთან, არც პიროვნებასთან, საერთოდ ოქრუაშვილსაც არ ვიცნობდი, ერთი ვიცნობდი ტელევიზიიდან. უმრავლოდ ვიცნობდი მაგის მძღოლს, ეხლა გარდაცვლილია ის ბიჭი, გოჩა ჩიხლაძეს. მეგობრობდით რა და დამირეკა გოჩა ჩიხლაძემ, რომ ადრე ქონდა ჩემი ვალი ვასისხე და უნდა გადმოგწეო თანხაო. კი ბატონო, მეთქი სატრიალებო, მეთქი დიდუბის ტერიტორიაზე ვტრიალებ მეთქი. აი ამ დამადგილას ავარო. ნუ შევხვდი გოჩას, გადმომცა ეს თანხა და მეუნება რომ დღესო მთელი დღეო მანქანები დამდევენო. ღამის 3 თუ 4-20 წუთია, კარებზე კაკუნია, შემოდის 1.50-60 სული მასკიანი თავის ძაღლებით. მოიტანეს მარმარილოს მაგიდა მაქვს, მეტრანახევარი და გადაშავებული იყო ეს. ჩემი მაგიდა იარა ავტომატით კიდე მე მგონი მუხა საიდან იცნობ ოქრუაშვილს ვეუნები არ ვიცნობ ადამიან როგორ არ იცნობ მაგ უნდა დაკავშირებოდათო უნდა მოეცა თქვენთვისო ეს ტყუების ავტომატი და ეგეთი რაღაცეები და ან უნდა გადაგვეტრია უნდა გვეყიდა ზილი და თუ გაზელი და უნდა მაგითი გადაგვეტრიალებინა სახელმწიფო დამიწყეს რტყმა მე ხელები რო დაეღალათ მოდი ახლა წნევა გაუსინჯოთ ნუ წნევის გასინჯვას ეძახდნენ დენის შეერთებას როგორც წნევის აპარატი ზუსტად ეგეთი იყო
იმ დონეზე მირტყავდა, რომ ეს აქ რომ მეკეთა, ეს ხელი თვითონ მირტყავდა. ამ ხელიდან გადავიდნენ მეორე ხელზე, მეორე ხელიდან გადავიდნენ ოდიში და ფეხებზე და დაზიანება მაქვს ხერხემალზე ორჯერ მაქვს ოპერაცია გაკეთებული. 5 წელზე გამომყვა ციხიდან ბეჰეპატიტი და მაგასთან ერთად ელენთა დამიზიანეს და ელენთამა გამოღებული იქნა. ცემით. ისე როგორც ბუტარო ბაქიძის ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმეზეც მსჯელობას დროებითი საგამოძიებო კომისია შემდეგ სხდომებზეც გეგმავს. პარალელურად კომისიის წევრები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთან თანამშრომლობას ურჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ამბობენ, რომ ყველა საქმე, ვინც კომისიაზე დაბარების შემთხვევაში გამოცხადებაზე უარს იტყვის, მთავარ პროკურატურას გადაუგზავნიან. ისე როგორც გასულ კვირებში გადაეგზავნა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები, დღეს უკვე კომისიამ პროკურატურას გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეები მიაწოდა.